ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ესკალაცია, რომელშიც პირდაპირ არიან ჩართული ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი, ხოლო საპასუხო ნაბიჯებს აანონსებს ირანი, უკვე ცდება ლოკალური კონფლიქტის ჩარჩოს და გლობალური ეკონომიკური რისკის კატეგორიაში გადადის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თეირანმა განაცხადა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ, რომელიც მსოფლიო ნავთობის ტრანზიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტერიაა, თუ რა მასშტაბის სამხედრო დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე, როგორ შეიძლება იმოქმედოს ამ კრიზისმა გლობალურ ეკონომიკაზე, ნავთობის ფასებზე, გადაზიდვებსა და ალტერნატიული მიწოდების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი გახანგრძლივდება საერთაშორისო ეკონომიკისა და გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ, ჩვენ სტუმართან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორთან ვახტანგ ჭარაიასთან ვაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით. ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. რა თქმა უნდა, საუბარი დავიწყოთ შეფასებებით, როდესაც ამ რეგიონში მწვავდება კონფლიქტი და რისკი პირველ რიგში იზრდება ნავთობის ფასი, მყარდება დოლარი და ასევე გაურკვევლობა იმატებს შესაბამისად საინტერესოა თქვენგან მოვისმინოთ თუ რა მასშტაბის კონფლიქტთან გვაქვს საქმე და რა მასშტაბის შეიძლება იყოს ის გავლენები, რაც გლობალურ ეკონომიკაში აისახება, ეს ბუნებრივია შემდეგ უკვე მყისიერ თუ საშუალოვადიან პერიოდში ასახვას ჩვენზეც პოვებს და არის ძალიან საინტერესო ჩვენი მაყურებლისთვის დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, ომი ირანში ნამდვილად მოსალოდნელი იყო ბოლო პერიოდში ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი გააქტიურების ფონზე, სამხედრო ძალების მაქსიმალური კონცენტრაციის ფონზე და არა მარტო სამხედრო ძალების კონცენტრაციის, არამედ ბევრი სხვა ფაქტორიც მიანიშნებდა ამაზე, თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ მალევე დასრულდება ეს ომი, რადგანაც მას შეუძლია ძალიან დიდი პრობლემები შექმნა მთელი მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა არ ვისურვებთ და გვაშოროს, მაგრამ მესამე მსოფლიო ომის გარკვეული წინაპირობაც კი შეიძლება იყოს. მთლიანობაში ეხლა არსებული სიტუაციით, როდესაც ლიკვიდირებულია ირანის წამყვანი პოზიციების მქონე პიროვნებები და როდესაც დროებითი მმართველობა ყავს, ომი მაინც გრძელდება და ეს ომი თუ არ დასრულდა საქართველოსთვის, კონკრეტულად საქართველოსთვის რომ ვისაუბროთ, შეიძლება როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური გავლენები ქონდეს, ასევე როგორც სოფლიო ეკონომიკისთვისაც. სოფლიო ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, ნავთობის ფასების ზრდა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავსატკივარი ინფლაციის კონტექსტში. აქვე მცირეოდენი რუსეთსაც რო გადაუწვდეთ, მართალია რუსეთის მოკავშირე ირანი სუსტდება, არა მარტო ირანი, არამედ სირიაზე იყო მანამდე შეტევა, სადაც დასავლეთმა თავისი, ესე ვთქვათ, პოლიტიკა გაატარა, ვენესუელაში ხელისუფლების შეცვლა, ეხლა ირანის დრო დადგა, მაგრამ ნავთობის ფასების კონტექსტში რუსეთი ხეირობს და დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც რუსულ ნავთობს შედარებით დაბალ ფასში ყიდულობდნენ, ვისაც შეეძლო ამისი, ესე ვთქვათ, ვისაც ამის უფლება და სურვილი ჰქონდა, მოგეხსენებათ ევროკავშირმა გარკვეული თვითშეზღუდვები დააწესა ამ მიმართულებით და თუმცა სრულად მაინც ევროკავშირს, ესე ვთქვათ, უარი არ უთქვამს რუსულ ნავთობსა და გაზზე, ესეც ხაზგასაცმელია. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით რუსეთმა შეიძლება გარკვეული ხერიც ნახოს. დადებითი ფაქტორებიც ახსენეთ თქვენ და საინტერესო რა შეიძლება იყოს დადებითი. დიახ, დადებითის კონტექსტში საქართველოს როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთმა ქვეყანამ, რომლის გარეშეც ფაქტობრივად ეს კორიდორი დღეის მდგომარეობით წარმოუდგენელია, სხვადასხვა ტვირთების თუ ნავთობის გატარების კუთხით შეიძლება დამატებით შემოსავლები მიიღოს, ეს არ იქნება რაღაცა გრანდიოზული თანხები, თუმცა მნიშვნელოვანი ყოველთვიურად დაახლოებით, ესე ძალიან უხეში გათვლებით, რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დამატებითი ტვირთი მიიღოს, რომელსაც გაატარებს, იქნება ეს ნავთობის სახით თუ სხვა სახით, ამასთან ერთად დაიტვირთება ჩვენი პორტები, რკინის ალტერნატიულ გზად საქართველოს ერთმნიშვნელოვნად განიხილება. რამდენად დროში სწრაფად შეიძლება მოხდეს გადაწყობა? შესაძლებელი არის, ნამდვილად არ არის ამისთვის რაღაცა განსაკუთრებით დიდი დრო საჭირო, ინფრასტრუქტურა არსებობს, რესურსი იმისა, რომ დამატებითმა ნავთობმა ან ტვირთმა გაიაროს ჩვენს რკინიგზაზე ან მილსადენებზე არსებობს, შესაბამისად და ეს შესაძლებელია, რაც არ უნდა მალე დასრულდეს ომი, რაღაცა პერიოდი მაინც სტაბილურობას და სიმშვიდეს ინვესტორები უფრო ამჯობინებენ, ვიდრე რისკიანი მარშრუტით ტვირთის გადაზიდვას, შესაბამისად
თუნდაც დღესვე რომ დასრულდეს ომი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს შეიძლება კვირეები და თვეც იყოს, მაინც მოხდება სავარაუდო თვირთების გადმოსროლა საქართველოს მიმართულებით, თუმცა აი პლუს მინუსებზე სხვადასხვა საკითხებს რომ შევეხოთ, ტურიზმის მიმართულებით საქართველოში ძალიან ბევრი ტურისტი შემოდიოდა არაბული ქვეყნებიდან და ისიც რომ არ იყოს რომ არაბული ქვეყნებიდან საქართველოში შემოდიოდნენ, საქართველო მაინც ახლო არის კონფლიქტის ტერიტორიასთან და შესაძლოა ამან ტურისტებს გადააფიქრებინოს არა მარტო არაბული ქვეყნებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსვლაზე, ზოგადად აი ამ კონფლიქტურმა ვითარებამ, არა იმიტომ რომ საქართველო არის რაიმე რისკიანი ქვეყანა განსაკუთრებულად, არამედ ზოგადად აი ამ კონფრონტაციის პირობებში შეიძლება გზავრობა ბევრმა გადაიფიქროს, მათ შორის საქართველოში. არა მხოლოდ ტურიზმის ნაწილში, მინდა გკითხოთ, მოლოდინების ეპოქაში ცხოვრობს და პანიკური მოლოდინი რამდენად შეიძლება გახდეს ბევრად უფრო უარყოფითი შედეგის მომტანი, ვიდრე რეალურად ეს შეიძლება ფაქტებმა გამოიწვიეს. პანიკურმა ეფექტმა შეიძლება გაცვლით კურსზე იქონიოს გარკვეული ზეგავლენა, მართალია ჩვენ ირანთან არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული ვაჭრობა, თუმცა ნავთობის ფასების გაძვირებით და სხვადასხვა ფაქტორებით შესაძლოა ლარს გარკვეული მცირედი კორექტირება ქონდეს, თუმცა რაღაცა დიდ ნახტომებს არ მოველოდები, ისიც თუ პანიკა მაიტაცა წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლევადიან პერიოდზე მაქვს ზუსტად საუბარი, თუ რა თქმა უნდა ომი რაღაცა არ გაიგრძელდა როგორც უკრაინაში წლების განმავლობაში. თუმცა აქ რაღაცა დიდ რისკს ვერ ვხედავ, უფრო ვხედავ გარკვეულ რისკებს შეიძლება მიწოდებათა ჯაჭვში, სადაც სირთულეებმა შეიძლება ფასების კუთხით იმოქმედოს საქართველოზე და გარკვეულ პროდუქციაზე ფასები გაძვირდეს, ესეც თუ ომი გაგრძელდა, შედარებით რაღაც საშუალოვადიან პერსპექტივაში მაინც, თუ მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ქონდეს ამას ეფექტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ერთჯერადი იქნება და არ იქნება გრძელვადიანი. კიდევ რა შეგვიძლია ვთქვა? საინტერესო საფონდო ბაზრებზე კრიზისის ეფექტი და ასევე ინფლაციის ახალ ტალღას ხომ არ უნდა ველოდოთ გლობალურად და აქედან გამომდინარე უკვე საინტერესოა თვითონ სახელმწიფოების მონეტარული პოლიტიკის როლი, რამდენად აღმოჩნდებიან ისინი, ვთქვათ, გამკაცრების ვალდებულების წინაშე. ესე იგი, საფონდო ბირჟებს რაც შეეხება, აქ შერეული იქნება სურათი. ერთი მხრივ ის კომპანიები, რომლებიც სამხედრო წარმოებასთან არიან დაკავშირებული, განსაკუთრებით ამერიკულ სამხედრო წარმოებასთან და ნავთობის მოპოვებასთან, ბუნებრივი არის მოპოვებასთან და მსგავსი ტიპის აქტივებთან, მოსალოდნელია, რომ ასეთი ტიპის კომპანიების ფასები გაძვირდება. თუმცა იქ სადაც მოულოდნელობამ ან ამ ომმა განაპირობა გაურკვევლობა, იქ ისეთი ტიპის კომპანიების აქციების კლება არის მოსალოდნელი, თუმცა აქაც გააჩნია რამდენი ხანი გაგრძელდება და ვის მხარეს იქნება უფრო მეტი წარმატება, ესე რომ ვთქვათ, რამდენად წარმატებით შეძლებს ამერიკა ამ ომის მართვას, განაპირობებდეს იქნება ამერიკის ადმინდობას, შესაბამისად ამერიკული კომპანიებში ინვესტირების სურვილსაც და შესაძლებლობასაც. ამიტომ არა მარტო თავად ომი, არამედ ომის სურათიც განაპირობებდეს იქნება იმას, თუ რა მიმართულებით იმოძრავებს ფასიანი ქაღალდები. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, თუ დიდხანს არ გაგრძელდა ეს ომი და იმედი გვაქვს ყველას, რომ არ გაგრძელდება, მონეტარული პოლიტიკის ცვლილების რაიმე განსაკუთრებულ საჭიროებას ამ წუთას არ ვხედავ, თუმცა თუ ინფლაციამ შეგვიტია მნიშვნელოვნად, მაშინ შეიძლება ეროვნულ ბანკს დაჭირდეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რადგანაც ეს მის ხელთ არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ინფლაციის და ფასების სტაბილურობის, ეს როგორც ეროვნულ ბანკს აქვს კანონმდებლობაში ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, სხვათა შორის არ გვისაუბრია დევნილების შესაძლებლობაზე, მიგრანტების დევნილების ირანიდან, რომელმაც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიაშურონ. მათ შორის საქართველოს მოგეხსენებათ უვიზო რეჟიმი აქვს ირანთან, თუ არ ვწდები 45 დღის განმავლობაში, თუმცა იქ არის გარკვეული დათქმები, რომ შემოსვლის და გასვლის ბილეთი უნდა დააფიქსიროს, დაზღვევა უნდა დააფიქსიროს, ყოველდღიური ხარჯებისთვის საჭირო თანხა უნდა დააფიქსიროს ტურისტმა, მაგრამ საომარ ვითარებაში ალბათ აი საომარ ვითარებაში საქართველოს შეუძლია როგორც უვიზო რეჟიმის გაუქმებაც, ასევე იმ პირობების მკაცრად დაცვა ან კიდევ უფრო მეტად გამკაცრება, რაც არის დათქმული და შესაბამისად მოგეხსენებათ ირანის მოსახლეობა დაახლოებით 90 მილიონს აღემატება, მიგრანტთა რაოდენობა ძალიან დიდი შეიძლება იყოს და საქართველოსნაირ რაღაც 4 მილიონამდე
მოსახლეობის პირობებში მიგრანტთა რაოდენობა მოსახლეობასთან მიმართებაში შეიძლება თუ ამას დაუშვებთ ძალიან დიდი იყოს და ანუ ეს შეიძლება გარკვეულ რისკად განვიხილოთ. გარკვეულ რისკ ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ, თუმცა საჰაერო საზღვარი ჩაკეტილია, ერთადერთი რჩება სახმელეთო, საზღვაო ჩვენ ირანთან არ გვაქვს და რომც ვინმე მოდიოდეს ზღვით, ესე ვთქვათ, სანამ ჩვენამდე მოვა ბევრი სხვა ქვეყანა არის შესაძლებელი რომ სხვა ქვეყანაში გაჩერდნენ, თუმცა აი სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით შესაძლებელია არ გაჩერდნენ იმ ქვეყნებში, შემოვიდნენ საქართველოში, ან ტრანზიტად გამოიყენონ საქართველოს სხვა ქვეყნებში წავიდნენ, თუმცა ისე და ისე ჩვენი შემზღუდავი პოლიტიკა უნდა მოქმედდეს და იყოს პრაგმატული, შეიძლება რაღაც შემთხვევებში დასაშვებიც იყოს კონკრეტული პიროვნების შემოშვება, რაღაც შემთხვევებში ჩაიკეტოს საზღვარი, რომ ამან მასობრივი ხასიათი და უკონტროლო ხასიათი არ მიიღოს. თორემ სრულად ესე ომში მყოფი ქვეყნისთვის საზღვრის ჩაკეტვა ალბათ ჩვენ ყოფილ ვართ ასეთ შემთხვევაში და ჩვენს მოსახლეობასაც ქონია სურვილი რომ სხვა ქვეყნებში გადასულიყო და წარმოიდგინეთ რომ ყოველთვის რომ ჩაიკეტა საზღვარი საქართველოსთვის ეს ძალიან დიდ პანიკას გამოიწვევდა ისედაც პანიკურ პირობებში საქართველოში. ამიტომ სრულად ჩაკეტვა ალბათ არ არის შეწონილი, მაგრამ აი რაღაც მასობრივ მიგრაციას და მასობრივ დევნილთა ტალღასაც ყოველ შემთხვევაში პირადად არ მივემხრობი. კი ბატონო, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და ბოლოს თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მაინც თქვენი ხრებით რომ მოკლევადიანი იქნება ეს პროცესი, საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ალბათ სცენარებზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ უარყოფითი და დადებითი სცენარი როგორ გესახებათ ამ კონფლიქტის? უარყოფითი სცენარი გაგრძელდება სამხედრო კონფრონტაცია ირანსა და მის სამეზობლოში ფაქტობრივად ყველა მეზობელ ქვეყანას შეუტია და ყველას ესროლა თითო რაკეტა მაინც და ეს ძალიან დიდი სირთულეების შემქმნელია საქართველოსთვის პირდაპირაც და ირიბადაც და სხვა შორის აქვე ხაზი მინდა გაუსვა იმასაც რომ საქართველოს ერთი მხრივ არ ჩაერთო რუსეთ-უკრაინის ომში არც პირდაპირ არც ირიბად და მნიშვნელოვანია რომ ანც ირანის და ამერიკის შეერთებული შტატების ისრაელის კონფლიქტშიც არ არის პირდაპირაც და ირიბადაც არც ირიბადაც და არც პირდაპირაც ჩართული, რაც საქართველოში გარკვეულ სტაბილურობას უზრუნველყოფს. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანმა ნახეთ, რომ არც ერთი მეზობელი ქვეყანა არ დაინდო, არა მარტო სამხედრო ბაზებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც კი ესვრის, ასე რომ იმედია ჩვენ ეს სტაბილურობა ამ სტაბილურობას შევინარჩუნებ და უზრუნველყოფთ. აი ძალიან მოკლედ რომ გითხრათ ნეგატიური და პოზიტიური. ყველაზე ოპტიმისტური სცენარი ალბათ იქნება რომ სამხედრო კონფრონტაცია შეწყდეს და ირანმა აირჩიოს ახალი ლიდერი, რომელიც დარეგულირებს მდგომარეობას, მაგრამ ყოველთვის ცუდი შეიძლება იყოს თუნდაც ირანში სამოქალაქო ომი, უკონტროლო სიტუაცია, მუდმივი შიში და სტრესი იმისა, რომ შეიძლება ომი იყოს განზრობილი პროცესი, რაც იქნება უკონტროლო. რაც ჩვენთვის არ იქნება მიზანშეწონილი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ვახტანგ ჭარაია, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე, რომელიც ახლა საკმაოდ მწვავე პოზიციაშია.